დღეს გეტყვით, რომ 3 დეკემბერს აღინიშნება შშმ პირთა საერთაშორისო დღე. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ჩვენ მაინც გვიწევს იმ პრობლემებზე საუბარი, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურობაში აწყდებიან, როგორიც არის, რა თქმა უნდა, გარემოს ადაპტირება, ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა, ხო, სხვადასხვა სერვისების მიღება და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა რასაკვირველია ამ პრობლემებთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს ხედველობიდან ის ადამიანები, რომლებიც დაუღალავად მართლაც შრომობენ იმისთვის, რომ შეამსუბუქონ ეს სიტუაცია და გადაჭრან, ასე ვთქვათ, ხერხები მოძებნონ ამ პრობლემების გადასაჭრელად და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი მინდა მოგიდგინოთ დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ადამიანი რომელიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენთან ერთად არის მათე ტაკიძე შშმ პირთა პროფესიული კოლეჯის დირექტორი მოგესალმებით ბატონო მათე და ასევე ჩვენთან ერთად არის კოლეჯის კურსდამთავრებული ლევან ყიყიშვილი მოგესალმებით ბატონო ლევან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ და მოდით პირველ რიგში დავსვავ ასეთ კითხვას როგორ ეხმიანება საქართველოს შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს ძალიან დიდი მადლობა ამ კონკრეტული მიმართულებაზე ყურადღების გამახვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი და მინდა შშმ პირების მიულოცო საერთაშორისო დღე რაც შეეხება საქართველოს და განათლების მიმართულებას მე ვფიქრობ რომ ის სერვისები რომელიც უკვე დაინერგა განათლების სისტემაში არის იმდენად მნიშვნელოვანი იმდენად ბევრი სერვისი რომ დღეს შეიძლება ითქვას რომ 10-ული წლების უკან თუ ეს იყო სტიგმა ერთდროულად და გარკვეულწილად ადამიანები მალავდნენ ამას და ეს იყო ტაბუდადებული თემა, სადაც არ შეიძლებოდა ამ თემაზე საუბარი, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გაგვაჩნია და მე უბრალოდ ტელემაყურებელმა მინდა იცოდეს, რომ თუ ჩვენ ავიყვეთ მაგალითად განათლების მიმართულებას, ჩამოვთვლით იმ სერვისებს, რომლის მიწოდებას ვახერხებ დღეს. შშმ პირები უზრუნველყოფილი არიან სხვადასხვა მიმართულებებით, ეს არის როგორც სატრანსპორტო უზრუნველყოფა, ანუ ის რომ მივიდეს დიდი სელექციების შემდეგ დაბრუნდეს ოჯახში, მას ემსახურება ტრანსპორტი, ესევე მობილობის მწვრთნელი ჟესტიკულაციის მწვრთნელი გარდა ამისა მას ემსახურება სანიტარი საჭიროების შემთხვევაში სწავლა რა თქმა უნდა არის დაფინანსებული და გარდა ამისა მოთხოვნის შესაბამისად ეწოდება ყველა ის დამატებითი სერვისები ან მოთხოვნები, რომელიც საჭიროა შშმ პირების კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, რათა ისინი ჩაერთონ არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ დასაქმდნენ ძალიან წარმატებულად და ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა, ძალიან ბევრი საქმდება დღეს, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში, უბრალოდ აქ ვფიქრობ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი მეტად მიმღებელი უნდა გახდეს ყველა მიმართულების, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით გვაქვს სრულად ადაპტირებული გარემო კოლეჯებში ან სასწავლებლებში ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს კლიენტ განათლების სისტემაში არის ადაპტირებული გარემო, მაგრამ როგორც კი ეს ადაპტირებული გარემო მთავრდება იქვე, სადაც მთავრდება სასწავლო, ესე ვთქვათ, როგორც კი გავდივართ სასწავლებლიდან, უკვე შშმ პირებს ექნებათ პრობლემა. ამიტომ ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს დაწყებული ინფრასტრუქტურული მოწყობიდან, ეს არის პანდუსები, ეს არის სპეციალური გარემო, ეს არის მიმღებლობა, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, როცა ეტლით მე სარგებლობ და ვერ სარგებლობ ვერანაირი იმ სერვისით, რომელიც გჭირდება. არა იმე შეძენა ან ელემენტარულ სალონში მისვლა ან რაღაც გარკვეული შეხვედრის ან რამდენოს მოწყობა თუნდაც სტუმართან ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ ელემენტარულად ამის პრობლემა არსებობს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ რეფორმები შემიძლია თქვა, რომ ზუსტად იმ ადგილზე ვართ, სადაც უნდა ვიყოთ განვითარებული ცივილური სახელმწიფო, უბრალოდ პრობლემა გვაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ, განათლების მიღმა უკვე სადაც არის ის სივრცე, სადაც მოქალაქეებს უნდა კონდეთ საშუალება იმისა, რომ მათ კონდეთ ბოლომდე. აბსოლუტურად გასახვევით, ბატონო მათე და რამდენია კიდევ ისეთი ვითომ გაკეთებული პანდუსები, ვითომ სადაც უბრალოდ რაღაცა რომ ჩაიწეროს, რომ ამან შეასრულოთ, თორე გახსოვთ იგივე რკინის ხიდები, ხო გახსოვთ არა თბილისში კატასტროფა. ფეხით ვერ ავიდოდა ეგ ადამიანი, არა თუ ეწლით და ასე შემდეგ. ჩვენ სწორად აღნიშნეთ, ახლა თქვენ შესანიშნავად გესმით თქვენ პროფესიიდან გამომდინარე ეს საკითხი, იმიტომ რომ ის პანდუსები, რომელიც დღეს არის, უმეტეს შემთხვევაში საშიშროებას წარმოადგენს, ეს არ არის იმ სტანდარტებით გაკეთებული, როგორც უნდა იყოს და შშმ პირი აქ ყველაზე მთავარი თემა არის დამოუკიდებლად უნდა გადაადგილდეს და არა დახმარებით, ეს ვერ აღიქვეს ბოლომდე და ამ
ამაში თანხების დაზოგვა მე ვფიქრობ არ უღირს არავის, იმიტომ რომ თუ კი აკეთებ რამოდენიმე მილიონი ინვესტიციას ბიზნესი, კეთილი უნდა ინებოდა შესაბამისი გარემო უნდა შექმნა იმისთვის, რომ ადამიანებს კომფორტი ქონდეთ გადაადგილების დროს. არ შეიძლება ერთ ადამიანს როცა მიდის რაიმე საჭიროებაზე, მას მიყვებოდეს 2 ან 3 დამხმარე, ეს უკვე აღარ არის ის კომფორტი, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არ არის შეშენ პირების ხელშეწყობა ან სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო პირების ხელშეწყობა. ამიტომ ჩვენ ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ განათლება, საზოგადოება, ბიზნესი უნდა გაერთიანდეს. მთელი საზოგადოება. თან მით უმეტეს, როდესაც უყურებთ ევროპის ქვეყნებს, ხო, სადაც ეს არ ვიცი, საოცარ დონეზე არის აყვანილი და მართლაც უდიდეს კომფორტი, ნუ შეიძლება ითქვას, ხო, აქვთ შეშმ პირებს, სადაც ნებისმიერ მომენტში ანუ ჩვენ დავიწყეთ, მე შემიძლია ეს სერვისები ჩამოვთვალე, რაც უკვე განათლებას ჩამოყალიბებული აქვს და მიწოდებულია უკვე. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ეს უნდა გახდეს როგორც განათლებაში, განათლების გარეთაც უნდა იყოს ეს შესაბამისად მოწესრიგებული. ჩვენ თუ გვინდა, რომ ზოგადად მთელ სახელმწიფოში ესე იყოს, ამიტომ საზოგადოება მთლიანად ჩაერთოს პრობლემის აღმოფხვრაში. ჩვენ ვამბობთ ერთი მხრივ, რომ მხარს უჭერთ, გვინდა დავეხმაროთ, გვინდა ისინი მათი ინტეგრაცია მოვახდინოთ საზოგადოებაში, სტიგმა დავამსხვრევთ, მაგრამ ამ სტიგმის დამსხვრევას ხელი უნდა შეუწყოს არ მხოლოდ ჩვენ, თქვენი გადაცემებით და ამ ყურადღების გამახვილებით და ან ჩვენ მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით და არამედ ზოგადად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული ამ პროცესის გაჯანსაღებაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რასაკურველია. ბატონო ლევან, თქვენ რა პროფესია აირჩიეთ და როგორი იყო სწავლის პროცესი? მოგესალმებით, მე ვარ ლევან ყიყიშვილი და წარმოშობით ჰერეთიდან, საინგილოდან ეს მინდა ყოველთვის სიამაყით აღნიშნო ხოლმე და პირველ რიგში გილოთ ფეხბედნიერი იყოს ჩემი ფეხი, თქვენს შენობაში პირველ არხს ყოველთვის უსმენ ხოლმე მე და ასევე რადიოსაც და მინდა შემდგომ დავიწყო. მე კოლეჯ სპექტში ვსწავლობდი, მაინტერესებდა ესეთი რაღაცა, კომპიუტერული პროგრამები, ანუ ინფორმაციული ტექნოლოგია და მოვხდი ვებ დიზაინზე, ანუ საიტების აწყობა და ასე შემდეგ. მაგრამ ამ აქედან გამომდინარე შეიქმნა პრობლემა. ესეთი რაღაცა პრობლემა შეიქმნა, რომ ჩვენი ეკრანის წამკითხველი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც არის NVIDIA და სინთეზატორი ეკრანის წამკითხველი, იმან ვერ აღიქვა ის ვიზუალური მხარე, რაც მე ამ საიტების, ასე ვთქვათ, აწყობაში დამეხმარებოდა. და აქედან გამომდინარე კოლეჯმა იზრუნა იმაზეც, რომ პარალელურად კომბინირებულად დავდიოდი ქსელების ადმინისტრატორი, ანუ ესეთი იყო, რომელსაც თქვათ, იყო Windows-ის გადაყენება რაღაცა, აი უღმესი მადლობა ბატონ მათეს და მთელ კოლეჯის ხელმძღვანელობას, რომ ანუ ისე არ დავჭი და აქედან გამომდინარე იქ უფრო ბევრი რაღაცა შევითვისე, თქვათ, ანუ კომპიუტერზე დრაივერების დაყენება, Windows-ის გადაყენებაც კი, ოღონდ ამ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც BIOS-ში შევდივართ, აუცილებლად მჭირდება ხედველი ადამიანის დახმარება და შემდგომ, როდესაც უკვე თვითონ Windows-საც აქვს ხმოვანი პროგრამა, იმის მეშვეობით მე თვითონაც შემიძლია, რომ თქვათ, გადავაყენო ან განვაახლო Windows-ი. ასევე ვისწავლე Word-ისა და Excel-ის პროგრამების გამოყენება, დაინსტალირება საოფისე პროგრამების და დღესდღეობით, ცოტა ისეთი პროფესია გამოვიდა, რომ ანუ იმას ვერ შევეწყვე, მაგრამ დღესდღეობით მუშაობ ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ვაკეთებ სპეციალური საჭიროების მქონე უსინათლო სტუდენტებისთვის წიგნების ადაპტირებას. თქვათ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენი ხმოვანი პროგრამა წიგნს ვიწერ კომპიუტერში და ანუ ჩვენი ხმოვანი პროგრამა როგორ კითხულობს ამ წიგნს და ვამოწმებ და იქ ვწერო ეს წიგნი ადაპტირებულია ხმოვანი პროგრამისთვის ან არ არის ადაპტირებული. ერთსაც აღნიშნავ, რომ ჩვენი ხმოვანი პროგრამა დასკანირებულ ფაილებს ვერ კითხულობს და აუცილებელი არის ხოლმე ტექსტი იყოს და თუ არის დასკანირებული ფაილი, არსებობს ესეთი ტელეფონში
პროგრამა Envision თუ რაღაც ასეთ სახელი ქვია და შემიძლია იმ პროგრამის მეშვეობით წიგნი გადავიყვანო ტექსტურ ფორმატში. ძალიან კარგი. ძალიან აქტიურად მუშაობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შემიძლია თქვა რომ ლევანი არის მაგალითი გულწრფელად შემიძლია თქვა შეშემ პირების და არა მხოლოდ ნებისმიერი მოქალაქისთვის თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ცხოვრება დაიწყო თავიდან აბსოლუტურად თავიდან ჩამოვიდა ჰერეთიდან დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება დღეს დამოუკიდებლად ცხოვრობს და ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეძლო ეს ყველაფერი და იყო მაგალითი ნებისმიერი სხვისთვის და ეს არის მაგალითი აგერაკოს ლევანის სტიგმა და მიმღებლობა ამაზე კიდევ რომ გავამახვილოთ ყურადღება ან თქვენთან სწავლება ინკლუზიურია ხო როგორც მოხდება და ჩვენ გვაქვს ინკლუზიური ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ინკლუზიური მიმართულების სტუდენტი ანუ ჩვენ მიმღებლობა ძალიან მაღალი გვაქვს და ნებისმიერი გამოცხადების დროს სადღაც 30 ან მეტი სტუდენტი შემოდის ერთ მიღებაზე ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდებიან ეს სტუდენტები აი რა სპეციალობებზე არიან ეს ლევანის შემთხვევაში ხა ძალიან ხშირად ხო არის ხოლმე რომ ლევანი გახავთ უსინათლო და როგორ შეიძლება დავუშვათ ისწავლოს ვები ან ქსელური ადმინისტრირება მაგალითი სახეზეა ლევანი ფანტასტიკურად ფლობს ამას მას აქვს ანაზღაურება ხელფასი ის რედაქტირებას უკეთებს ზუსტად კომპიუტერულ სისტემებში რაზეც ლევანმა ისაუბრა ანუ შეისწავლა ხო წარმოიდგინეთ თქვენ რომ სწავლობენ საოცარ პროფესიებზე ეს არის ენერგეტიკის მიმართულება ეს არის მშრალი მშენებლობის მიმართულება ეს არის ვებ დიზაინი ეს არის სახვითი ხელოვნება და უფრო მეტიც ანუ კონდიცირების სისტემები და გეოდეზიის მიმართულებები და როცა ამას გვეკითხებიან ხოლმე როგორ შეიძლება ისინი აკეთებენ როგორ ხდება როცა განაცხადი კეთება ხდება პროფესიის მოშინჯვა სამ პროფესიაში შემდგომ ამისა ის ირჩევს ერთ-ერთ პროფესიას და იმ პროფესიაზე უკვე კოტის გარეშე მას არ აქვს არანაირი დაბრკოლება თუ ჯგუფში გამოცხადებული ადგილი დავშვა 15 ადგილის ზევით არის შეშემპირებისთვის სპეციალური კოტა სადაც ისინი ირიცხებიან და ისეთი პროფესიები აქვს შერჩეული ძალიან ხშირ შემთხვევაში რომ ჩვენ გვიწევს ამასთან დაკავშირებით და ახსნა რომ როგორ შეიძლება ისწავლოს მაგრამ სწავლობენ შესანიშნავად პედაგოგები ამაზე უკვე ძალიან კარგად არიან ადაპტირებულები და შესანიშნავად იციან თუ როგორ უნდა მოეპყრან და როგორ შეიძლება მივიდნენ შედეგებამდე და ამის შემდგომ მე შემიძლია ვთქვა რომ ბევრი кейსი გვაქვს ძალიან საინტერესო იმიტომ რომ დასაქმებული ყავს ძალიან ბევრი ადამიანი როგორც საჯარო სექტორში ესევე კერძო სექტორის მიმართულება მაგალითად იგივე სათამაშოების თუ სხვადასხვა ბიზნესების მიმართულება ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ აკეთებენ ან ხებავენ ან ქმნიან დიზაინს ან ექსტერიერს ან ესე ვთქვათ სათამაშო დიზაინს და შემდგომ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებები აქვს და ძალიან სოლიდურად გამოიყურებიან ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ კარები არის ყველასთვის ღია ამიტომ ხო თუ ვინმე კიდევ აი ეს სტიგმა არსებობს უნდა დაამსვლენ მოვიდნენ ჩვენამდე და ჩვენ მზადა ვართ მათ კარები გავუღოთ და არა მხოლოდ კარები გავუღოთ დავეხმაროთ როგორც განათლების მიღებაში ესევე დასაქმებაში და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებაში და ბოლოს ლევან თქვენ მოგმართავთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ხალხს ვინ ჯერ კიდევ ორჭოფობს მოვიდეს თუ არა აი ამ კოლეჯში და დაეუფლოს ახალ პროფესიას და თავიდან დაიწყოს თავისი ცხოვრება დიახ მე ერთ საღვნიშნავ წეღან გამომრჩა პირველ რიგში მივლოცავ ანუ მე მინდა მივლოცო ყველა შეშემაპირის უსინათლოს დღევანდელი დღე და მე ვფიქრობ რომ მე ადრეც სწავლობდი უსინათლოთა სკოლა ინტერნატში თუ შეიძლება რომ ეს წაღვნიშნო დღეს არის თბილისის 202 საჯარო სკოლა და შემდგომ იყო კოლეჯი და მე მინდა ისეთ ადამიანებსაც მოუწოდო ანუ ადრინდელთა პერიოდთან შედარებით ადრე იყო თქვათ სიმნელის პერიოდი ისეთი რომ ქვეყანასაც უჭირდა და არანაირი ძვრები არ იყო შეშემაპირებისთვის დღეს აი გარემო უნდა იყოს ისეთი და ზეგან თქვენ ევროპის ქვეყნებიც აღნიშნეთ და იქ მეც მსმენია რომ ბევრად უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული მდგომარეობა და ბევრად უფრო კარგი ვითარებაა და მე მინდა რომ აი ჩვენთანაც იყოს ესეთი რაღაცა და რაც შეეხება კოლეჯს მე მოუწოდებ რომ ისეთ ადამიანებსაც აი ვინც თქვათ უსინათლო არ არის ან უსინათლო არის ანუ მე მინდა რომ ის რაღაცა ნიჭი რაც აქვთ ანუ გარეთ გამოიტანონ ის ნიჭი და თავიანთი თავი გამოიყვანონ გარეთ ანუ არანაირად დაღუპვა არ გრის აი წანაც ვახსენებდი რომ ყველა ადამიანში არის ჩადებული რაღაცის ნიჭი და ეს ნიჭი ისე უწავალთ იმ ქვეყნიდან რომ ეს ნიჭი არ გამოვიყენოთ აი რაღაცნაირ სიზარმაცეს არ უნდა მივსდიოთ და მე მინდა რომ მოუწოდო აი ყველა შემოპირებს რომ შეისწავლონ ამ კოლეჯის
ისა დარეგისტრირდნენ, დაუკავშირდნენ კოლეჯს და მე ვფიქრობ, რომ თავიანთვის სასურველ პროფესიას აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა ლევან მაპატიეთ რომ გაწყვეტინეთ ჩვენ უკვე დროში ვართ ესე შეზღუდულები. ჩვენი სტუმრები იყვნენ მათე ტაკიძე, შშმ პირთა პროფესიული კოლეჯის დირექტორი და კურსდამთავრებული ლევან ყიყიშვილი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უგულესი მადლობა თქვენ მართლა საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.